1999 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის შემდეგ დაღუპული გმირების პატივის მისაგებად ბოლნისელები კულტურისა და დასვენების პარკში 9 აპრილის მემორიალთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობედიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც 9 აპრილის აუბედით ღამეს თავი გასწირეს. 1999 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები სასტიკად დაარბია, რასაც მძიმე შედეგები და მსხვერპლი მოყვა. ზუსტად 2 წლის შემდგომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა. დღეს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შევამკეთ. ჩვენი ვალია გვახსოვდეს გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლეს სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირეს. დღევანდელი დღე თითოეული ქართველისთვის არის როგორც ტრაგიკული, ასევე საამაყო და ასევე მისალოცი, რადგან ამ დღეს 99 წელს გადაწყდა საქართველოს ბედი. შესაბამისად, ყოველ წელს ჩვენი პარკი და მთლიანად საქართველო აღნიშნავთ ამ დღეს. ნიშანდობლივია, რომ დღეს ამინდის მიუხედავად ხალხი მოვიდა, თავისი პატივისცემა გამოხატა დაღუპულთა მიმართ. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში არის სიმამაცის, გმირობის, თავისუფლებისა და თავდადების სიმბოლო. ჩვენც ტრადიციულად 36 წელია უკვე კულტურის სახლის შემოქმედებით ჯგუფები ვიკრიბებით სწორედ ამ მემორიალთან, რათა აღნიშნოთ ეს დღე, არ მივცეთ დავიწყებას იმ გმირების სულები, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რის შემდეგაც გაიმართა სიმბოლური ღონისძიება კულტურის სახლის ორგანიზებით და მისი აღსაზრდელების ჩართულობით. ზუსტად 36 წლის წინ თავისუფლებისთვის მებრძოლ გულანთებულ გოგობიჭებს თავს რუსული აგრესია დაატყდათ. ისინი ხომ სამშობლოს სიყვარულმა და თავისუფლებაზე ოცნებამ გააერთიანა. შიმშილობდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. მშვიდობიანი მანიფესტაცია და პატრიოტული ჩონგურზე ამღერებული ხმები განწირული ადამიანების კივილმა ჩაანაცვლა. 21 დაღუპულს და ასობით დაშავებულ სითვლის 9 აპრილის ღამე. მას შემდეგ ყოველი წლის 9 აპრილს პატივს მივაგებთ თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას.